მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. დღეს მოვედი ასეთი საჯარო გაშლით და ასეთ საკითხზე ზოგადად ვისაუბროთ მინდა. როგორ პარტნიორს იზიდავთ თქვენ ცხოვრებაში? ქალბატონებს მინდა რომ შევეხო დღეს ვისაუბროთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, თუ როგორი პარტნიორები შემოდიან ჩვენს ცხოვრებაში, ამას განაპირობებს ჩვენი შინაგანი მდგომარეობა, როგორ მდგომარეობაში ვიმყოფებით ჩვენ თავად იმ პერიოდში, როცა პარტნიორი შემოდის ჩვენს ცხოვრებაში, ხო? მინდა რომ ერთ-ერთ შემთხვევაზე გავამახვილო ყურადღება, ქალბატონები თუ თავად ხართ ჰიპერაქტიულები, რომელიც ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებს და არავის თხოვს დახმარებას, იცოდეთ, ჩემო კარგებო, რომ მოიზიდავთ მამაკაცს, რომელიც არის პასიური, ინფანტილური, არაპროგნოზირებადი, ან ფინანსურად თუ ემოციურად არასტაბილური. აქ იბადება კითხვა, ხო, რატომ ხდება ეს? ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენ შესაძლოა ძალიან ხისტი და დამცველი შინაგანი სამყარო, ანუ სული გაქვთ. გარე სამყაროს უგზავნით სიგნალს ამის შესაბამისად, რომ აქ მამაკაცური ენერგიის ადგილი დაკავებულიაო და მე ლიდერი ვარო და ამის გამო ნებისმიერი ძლიერი ავტორიტეტული მამაკაცი თქვენთან, ხო? კონკურენციაში არ შემოვა, იმიტომ რომ ის ჩათვლის თქვენ ის არ გჭირდებათ, რომ თქვენ თავადაც მშვენივრად უმკლავდებით ყველაფერს, ხო? ის მთლიანად თქვენ დაგითმობთ სივრცეს ამ შემთხვევაში და ამის შესაბამისად რა ხდება? ხდება ის, რომ თქვენ ცხოვრებაში შემოვა ისეთი მამაკაცი, ვისაც სჭირდება ისეთი ქალი, ვინც მის მაგივრად შეძლებს ყველაფრის მოგვარებას. ამიტომ ამას მივაქციოთ ყურადღება, ჩემო კარგებო და ამაზე ვიმუშაოთ. როდესაც ქალმა იცის შინაგანი ბუნება საკუთარი და მუშაობს საკუთარ თავზე და განვითარებაზე, ის მოიზიდავს მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესოს მის ცხოვრებაში. ეხლა კი მე გადავალ შეკითხვაზე და ვკითხოთ ტაროს პირველ რიგში, დღეს როგორი ქალბატონი გვესტუმრა? შემდეგი კითხვა, როგორ პარტნიორს იზიდავთ თქვენს ცხოვრებაში? აქ ორი კარტი წამოვიდა, არა უშავს იყოს, დავტოვოთ. შემდეგი კითხვა, რას გასწავლით პარტნიორი თავისი ქცევით? ხო? ეს მესამე კითხვა. შემდეგი, რას ეძებთ თქვენს პარტნიორში? ეს არის მეოთხე კითხვა. შემდეგი მეხუთე კითხვა, რა დაგეხმარებათ, რომ შეცვალოთ საკუთარი თავი? ეს არის მეხუთე კითხვა და დავიწყოთ. ბოდიშ გიხდით, ჩემო კარგებო, კამერის გადანაცვლება მომიწია, მაგრამ ნახოთ ეხლა თქვენ როგორი ქალბატონი გვესტუმრეთ დღეს. გაგეცინებათ და ზუსტად რაზეც ჩვენ დასაწყისში ვსაუბრობდით, აქ ზუსტად ისეთი ქალბატონი გვესტუმრათ დღეს, ზედმეტად ჰიპერაქტიული, ზედმეტად დინამიური და ქარიზმატული. ის საერთოდ არ არის პროგნოზირებადი ადამიანი, მასთან მოწყენილობა საერთოდ გამორიცხულია. ძალიან ოპტიმისტი ადამიანი, მას ღრმად სწამს ბედისწერის, ამ შემთხვევაში თქვენზე მაქვს საუბარი ქალბატონებო, რა თქმა უნდა. ბედისწერის, სამყაროს ნიშნების, იმის, რომ ყველაფერი ხდება უკეთესობისკენ, რაც არ უნდა მოხდეს. მაშინაც კი, როცა ცხოვრებაში რთული პერიოდები გაქვთ, არ კარგავთ იმედს, რადგან იცით, რომ ეს ბორბალი, ბედის ბორბალი, ადრე თუ გვიან მაინც ზემოთ ამობრუნდება. ხშირად გარედან ჩანს, რომ მას ყველაფერი მარტივად მისდის. შეუძლია საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდეს. თითქოს ყველაფერში უმართლებს, მაგრამ ამავდროულად გაქვთ ძალიან ცვალებადი და იმპულსური ხასიათი. ხშირად გეცვლებათ შეიძლება განწყობა, სწრაფად იცვლებით. ერთ წამს ასე ხართ, შეიძლება ენერგიული მუხტი პიკზე გაქვთ და მეორე წამს ჩაფიქრებული და განმარტოებული მოწყენილი იყოთ. თქვენ მიყვებით თითქოს ცხოვრების დინებას და მარტივად ეგუებით ცვლილებებს.
ადაპტაციის უნარი გაქვთ საოცარი. გიყვართ აქტიურობა, მოგზაურობა, ვერ იტანთ აი ერთ ადგილზე ჯდომა, სულ რაღაცის კეთება გინდათ, აი სულ გადარბენაზე ხართ, სულ საქმეში ხართ, მოძრაობაში ხართ, გიყვართ შესაძლოა მანქანის ტარება, ახალი ადგილების აღმოჩენა, გარემოებების ხშირი ცვლილება, ძალიან სოციალური და კომუნიკაბელური ადამიანი ხართ. თქვენს გარშემო ყოველთვის ბევრი ხალხი და გყავთ ფართო წრე სანაცნობო. თუმცა ეს სანაცნობო წრეც აი ძალიან მალე იცვლება რა. ხშირად შეიძლება იზიდავდეთ აი კარმულ პარტნიორებს, მამაკაცებს, რომლებიც ხშირად ჩდებიან თქვენ ცხოვრებაში როგორც აი საბედისწერო ადამიანები. ამავდროულად ხართ ძალიან არასტაბილური და დამოკიდებული ხართ გარემოებებზე, ნაცვლად იმისა, რომ თავად მართოთ ცხოვრება. თქვენ ხართ ქალი, ქარიშხალი, კაშკაშა, იღბლიანი სიცოცხლის სავსე, რომელიც ცხოვრებას უყურებს როგორც დიდ საინტერესო თამაშს. კარგით, ჩემო კარგებო, მაშინ ეხლა ჩვენ გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე, როგორ პარტნიორს იზიდავთ თქვენ ცხოვრებაში? აქ ძალიან საინტერესო სცენარი გვაქვს. თქვენ ორი უკიდურესობად დაყოფილ, თუმცა აი ძალიან საინტერესო პარტნიორულ სცენარებს და მამაკაცებს იზიდავთ. ეს არის ორი საერთოდ სხვადასხვა ადამიანი და სხვადასხვა ტიპის პერსონაჟი. აი ერთი არის რომ იზიდავთ მხიარულ, აი კომუნიკაბელურ პარტნიორებს, ხშირად არის აი კომპანიონობის სული, გიყვართ ერთად გართობა, მეგობრები, წვეულებები, აი ცხოვრების ტკბობა რომ გიყვართ ორივე თქვენგანს და მასთან ერთად ცხოვრება რომ აი მსუბუქი და უფრო ფერადი არის და უფრო ლაღი არის ასეთი აი მამაკაცი რომელიც არ მალავს გრძნობებს, არის გულუხვი, გეუბნებათ კომპლიმენტებს, შესაძლოა გშუქნიდეთ საჩუქრებსა და მაქსიმალურ ყურადღებას. ვიღაცისთვის აქ კიდევ არის ასეთი რაღაც ძალიან ერთეულებისთვის, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ თქვენ შეიძლება იზიდავდეთ ასევე აი სამკუთხედური ტიპის ურთიერთობებსაც. ქვეცნობიერად, აი მიიზიდოთ ისეთი მამაკაცი, რომელიც ბოლომდე თავისუფალი არ არის. აი მაგალითად წინა პარტნიორთან გქონდეს ისევე რომანტიული გრძნობები. ხოლო მეორეს მხრივ იზიდავთ საერთოდ რადიკალური ტიპის მამაკაცს, აი სულიერად განვითარებულს, განსხვავებულს, აი რომელსაც სამყაროს მიმართ სხვანაირი ხედვა აქვს. ეს შესაძლოა იყოს ხელოვანი, ფსიქოლოგი, ან ფილოსოფოსი, ან უბრალოდ ადამიანი, რომელიც არ ჯდება სტანდარტულ ჩარჩოებში რა, როგორც ჩვენ ვიცით მამაკაცების ტიპები. შესაძლოა ეს ადამიანი კიდევ იყოს, იცი როგორი ტიპის, რომ ზედმეტად პასიური. აი თქვენ ზედმეტად ჰიპერაქტიული ხართ და ეს შეიძლება ერთ ადგილზე იყოს გაჭედილი და ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე უჭირდეს რაღაც გადაწყვეტილებების მიღება და სჭირდება დრო დასაფიქრებლად. აი ცოტათი მსხვერპლის როლის კომპლექსის მქონე არის რა ესეთი მამაკაცი. შესაძლოა ეს იყოს ადამიანი, რომელსაც მუდმივად აქვს პრობლემები ფინანსური, ემოციური, ოჯახური და საჭიროებს აი მუდმივ გადარჩენას თქვენი მხრიდან. ასევე ეს ყველაფერი რომ გავაერთიანოთ და ერთ სახადაც რომ წავიკითხოთ ეს ორი არკანი რა, თქვენ იზიდავთ ისეთი ტიპის მამაკაცებს ხშირად, რომელთანაც აი ურთიერთობა იწყება ძალიან მსუბუქად, მხიარულად, როგორც დღესასწაული, თუმცა მოგვიანებით ურთიერთობა გადადის აი გაურკვევლობის ლოდინის და გაყინვის ფაზაში რა, სადაც საჭირო ხდება რომ მსხვერპლი გაიღოთ რაღაც სახის. ან სიტუაციას სხვა კუთხით შეხედოთ. და ემოციური ტრანსფორმაციაა ეს თქვენთვის ერთგვარი. თქვენ იზიდავთ მამაკაცებს, რომლებიც სულიერად
გზრდიან და გაიძულებენ, რომ საკუთარ თავში ჩაიხედოთ და გადააფასოთ ცხოვრება და იფიქროთ ის, რომ აი ცხოვრება მხოლოდ იღბლიანი მომენტები და გართობა არ არის და ზოგჯერ საჭიროა გაჩერება და საკუთარ თავში ჩაღრმავებაც. თქვენ იზიდავთ მამაკაცებს, რომელთან ერთადაც შეგიძლიათ როგორც იყოთ მხიარულები, ლაღები და ბედნიერები და უდარდელები და ერთად იცინოთ, ისევე გადიხართ ღრმა ტრანსფორმაციას მათ გვერდით და გაქვთ კრიზისული პერიოდებიც. მოდით მაშინ ჩვენ ახლა დავუსვათ შემდეგი კითხვა. რას გასწავლით პარტნიორი თავისი ქცევით? თქვენ პარტნიორი გასწავლით თავისი ქცევით, რომ ყველა სიტუაციას არ სჭირდება სასწრაფო რეაგირება, თქვენნაირი ქალი მიჩვეულია მუდმივ მოძრაობას და ცვლილებებს და ემოციურ ტალღებს, როგორც ასეთი, მაგრამ ის გაიძულებთ, რომ დაფიქრდეთ, ენერგიები აღიდგინოთ, ყველაზე მეტად თქვენ გიჭირთ პაუზის აღება და სიმშვიდე და უმოქმედობაში ყოფნა. ამიტომ ის გაიძულებთ, რომ გაჩერდეთ, შეაჩეროთ თქვენი ეს ჰიპერაქტიულობა, რომ ზოგჯერ ცხოვრებაში საუკეთესო ქმედება საერთოდ არაფრის კეთება და სიტუაციის სიმშვიდეში გატარებაა. რომ არ აღყვეთ ყოველწამიერ იმპულსს და შფოთვას, ის გეხმარებათ გამორთოთ ზედმეტი ფიქრები, მენტალური ხმაური და ისწავლოთ აი მარტოობაში, სიჩუმეში, საკუთარ თავთან ყოფნაში ბედნიერება. ურთიერთობებში დაძაბული პერიოდების დროს აი პარტნიორი გასწავლით, რომ კონფლიქტის დროს აი ჩხუბს, გარჩევას ან გაქცევას ჯობს დროებით დისტანცირება და ტაიმაუთის აღება, რომ ცივი გონებით, ცივი ფიქრებით შეხედოთ სიტუაციას, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, რომ გონება დაასვენოთ და გაანიავოთ. რომ ადრე თუ გვიან ყველა კითხვაზე პასუხი თავისით მოვა და არ არის საჭირო თქვენი ზედმეტად ჩართულობა და რაღაცის ძიება. ის ასევე გასწავლით, რომ ცხოვრებაში აღმავალი და დაღმავალი ფაზების გარდა აი გაჩერების მომენტებიც არის და რომ სიმშვიდე, სისუსტე ან მოწყენილობა კი არ არის, არამედ უდიდესი ძალაა ენერგიის აღსადგენად და გამოსაჯამრთელებლად. კარგით, მოდით მაშინ დავუსვათ ასეთი კითხვა. რას ეძებთ თქვენ პარტნიორში? თქვენ მიუხედავად თქვენი გარეგნული სიმსუბუქისა და ცვალებადი ხასიათისა, პარტნიორში ეძებთ დამცველს, აი მებრძოლს და მყარი პრინციპების მქონე ადამიანს, რომელმაც იცის საკუთარი პოზიციების დაცვა და აქვს მისი უნარი. თქვენ გსურთ პარტნიორში დაინახოთ არა სისუსტე და არა ნებისმიერი ქარის მიმართულებით სიარული და ცვალებადობა, ხო? თქვენ გჭირდებათ მამაკაცი, რომელსაც აქვს თავისი მყარი აზრი, შეუძლია მისი არგუმენტირებულად დაცვა და არას თქმა, მაშინაც კი, როცა აი მთელი სამყარო მის წინააღმდეგაა, მას მაინც აქვს უნარი, რომ საკუთარი ღირებულებები და საკუთარი აზრი დაიცვას ნებისმიერ სიტუაციაში და საკუთარი გადაწყვეტილებები ჰქონდეს მაღალ საფეხურზე აყვანილი. რომ დაგიცვათ გარეშე პირების ჩარევისგან, ჭორებისგან, თუ პრობლემებისგან, აი თქვენ გინდათ, რომ ზურგს უკან გრძნობდეთ ძალას, რომელიც იტყვის, რომ ნუ გეშინია, აი მე შენს მხარეს ვარ და ამ სიტუაციას ერთად მოვერევით, ერთად გავუმკლავდებით, ყველაფერი მოგვარდება. ქვეცნობიერად თქვენ გჭირდებათ პარტნიორი, რომელიც თქვენთვის იქნება ერთგვარი ციხესიმაგრე. თქვენ არ გჭირდებათ მამაკაცი, რომელიც ადვილად ნებდება თქვენი ენერგიის ქალბატონს, სჭირდება პირიქით ისეთი მამაკაცი აქტიური, რომელიც ურთიერთობას უნარჩუნებს ენერგიას, აზარს და აი დინამიკას რა. ფეხი აგიწყოთ და არა ის, რომ მოგიშინაუროთ რაღაცნაირად, ხო, ბრჭყალებში. კარგით, მაშინ ჩვენ გადავიდეთ დასკვნით შეკითხვაზე,
რა დაგეხმარებათ, რომ შეცვალოთ საკუთარი თავი. პირველ რიგში თქვენ დაგეხმარებათ აი საკუთარი სისუსტეების და ემოციური შიმშილის აღიარება. თქვენნაირი ქალი მიჩვეულია მუდმივად ძლიერის როლის თამაშს, ხოლო ეს არკანი გასწავლით ამ შემთხვევაში, რომ ჩამოიხსნათ ეს სოციალური ნიღაბი, აღიაროთ თქვენი სისუსტეები, თქვენ შიშებს გაუსწოროთ თვალი, თქვენს ტკივილებს, თქვენს მარტოობას ან ემოციურ სიცარიელეს. რომ საკუთარი თავის შეცვლა დაიწყება მაშინ, როცა ნებას მისცემთ საკუთარ თავს, იყოთ დაუცველი და არ გაექცეთ ამ შინაგან შეგრძნებებს გართობაში და ზედაპირულობაში. რომ დაამსხვრიოთ ის სტერეოტიპები, რაც თქვენში უკვე არსებობს, რომ მხოლოდ საკუთარი ძალებით ყველაფერს ვერ შეცვლით. რომ დაძლიოთ თქვენი სიამაყე, ისწავლოთ დახმარების მიღება სხვებისგან, სამყაროსგან, ახლობლებისგან, ან თუნდაც პარტნიორისგან ამ შემთხვევაში. თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ დახმარების თხოვნა სისუსტე კი არ არის, არამედ სიმწიფეა ეს პირიქით შინაგანი. თქვენი შინაგანი და გარეგანი ფასეულობების სრული გადაფასება ასევე, როგორც მატერიალურიდან, ისევე სულიერი კუთხით რო ვიმსჯელოთ. თქვენ დაგეხმარებათ ზედაპირული ფაქტორებისგან, ეს შეიძლება იყოს ფული, სტატუსი, იმიჯი, მუდმივი წარმატება, აი აქედან მოხსნათ ფოკუსი და გადაიტანოთ შინაგან მდგომარეობაზე. კრიზისი, როგორც უნდა იყოს ის, მიიღოთ გაკვეთილად. როდესაც შეწყვეთ ტკივილისგან გაქცევას და ისწავლით ამ ტკივილის მიღებას და თქვენ სისუსტეების დანახვას. იმაზე კი არ იფიქროთ თუ რა გაკლიათ, არამედ თავი იგრძნოთ სრულიად მთლიანად, გამთლიანებულად, დანაკლისზე არ უნდა იფიქროთ. თქვენ როცა ხართ სრულყოფილი ქალი და სრულყოფილებას ხედავთ საკუთარ თავში, სწორედ ეს დაგეხმარებათ ამ სიტუაციიდან გამოსვლაში, რომ თქვენ პარტნიორი იმისთვის კი არ უნდა გჭირდებოდეთ, რომ მან გაგამთლიანოთ, არამედ საკუთარ თავში უნდა მოძებნოთ მთლიანობის შეგრძნება. გადააფასოთ თქვენი ცხოვრება და არ იყოთ დამოკიდებული იმაზე, თუ პარტნიორი გეყოლებათ ცხოვრებაში თუ არ გეყოლებათ და ეს არ იყოს დიდი დანაკლისი თქვენთვის. როცა თქვენ გამთლიანდებით საკუთარ თავში და აღორძინებთ თქვენ ქალურ ძალას და ენერგიას, სწორედ ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი ამ სიტუაციიდან, რომ არ იყოთ მთლიანად პარტნიორზე მორგებული. არ გქონდეთ ფოკუსირება იმაზე, თუ რა გაკლიათ, არამედ ფოკუსი გააკეთეთ იმაზე, თუ რა შეიძლება მიიღოთ ამ ცხოვრებისგან უფრო უკეთესი, უფრო განავითაროთ საკუთარი თავი, პირადი მე, შინაგანი ჰარმონია, სიმშვიდე მოიპოვოთ და პირად ცხოვრებაში, აი საკუთარ თავთან გქონდეთ სისრულის და ჰარმონიის შეგრძნება. და ბოლოს, ჩემო კარგებო, ზოგადად ეს ასე ხდება, როცა ჩვენ ვიცვლებით და რა ვიბრაციებშიც ჩვენ ვართ ქალები, პარტნიორიც იმ ენერგიაზე მოდის, როგორც თავში აღვნიშნე, ხო? ჩვენ როცა ვცვლით ჩვენს ცხოვრებას და ჩვენ შეხედულებებს, პარტნიორებიც იცვლებიან და გვხდებიან ისეთი მამაკაცები, რომლებსაც ჩვენი ენერგეტიკით ვიზიდავთ. სულ ეს იყო ჩემო ძვირფასებო, ჩვენ შევხვდებით სხვა ვიდეოებშიც.